ხარშილაძე, გიორგი რუხაძე, მოგესალმებით ბატონებო. მოდით დავიწყოთ აი ამ თემით, რომელიც არის ჩემს მიერ არ არის ინიცირებულია სხვა შორის საკმაოდ მსხვილი, მაგრამ არა სუპერ სახელმწიფოების მიერ, ხო, ეგრეთ წოდებული საშუალო ძალის სახელმწიფოების მიერ, როგორც არის მაგალითად კანადა, რომელიც არის ნატოს წევრი ქვეყანა, რომელიც თავს მხარად უნდა გრძნობდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გრძნობს გარკვეულ ცვლილებებს, საფრთხეებს და ცდილობს ეს ყველაფერი რაღაცით დააბალანსოს და აქედან მოდის ეს იდეა ამავე დროს ერთი დიდი კოალიციის მიღმა, როგორც არის ნატო და აღსანიშნავია, რომ ეს წერილი ნატოს სამიტამდე გამოქვეყნდა, მაგრამ მაინც ამის პარალელურად ამ მიმართულებითაც მუშაობენ ეს ასე ვთქვათ სახელმწიფოები. ნუ და რომ დავიწყოთ თქვენით, რატომ გახდა აუცილებელი კანადის, ფინეთის, სხვა მსხვილი სახელმწიფოების, ევროკავშირის ლიდერების მხრიდან ამაზე ფიქრიც ნატოს არსებობის პარალელურად. მოგესალმებით გიორგი, მოგესალმებით ტელემაყურებელს. ნუ აქ თან საინტერესო პოზიცია რომ კანადა გახდა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი ნატოს სამიტზე, რომელიც თქვენს ანკარაში დიახ. ანკარაში ნატოში კანადის ინიციატივები იყო ძალიან მძალად გაჟღერებული და ერთ-ერთი ეს თავდაცვის ბანკის და მთელი ახალი დაფინანსების კანადური ინიციატივებია და სუპერ აქტიური იყო. ხა კანადას აქვს ყველაზე საინტერესო და ყველაზე უცნაური პოზიცია ამ ყველაფერში. რატომ? რწმენა არის ესე და გადაცემის დაწყებამდე საუბრობთ, ეხლა ჩვენ კი ხუმრობით გამოვთოვეთ, მაგრამ თქვენ მართალი ხართ გიორგი. ამერიკამ ნდობა დაკარგა. როგორც საყრდენმა პარტნიორმა. ამერიკა იყო დასავლური ცივილიზაციის საყრდენი პარტნიორი. უპირობო. ახლა გარკვეული პირობები. ეხლა პირობები შემოგვდა. ეხლა რას ფიქრობენ, აბსოლუტურად უფრო ძველი და გამოცდილი ევროპულის, რომელსაც იმპერიები ჰქონდა და იმპერიების დაშლა გადაიტანეს, ხო და ისე გახდნენ დემოკრატია. კარგი, ამ ტრამპს გადავიტანთ, მაგრამ მე რო ვიღაც კიდე უფრო გიჟი მოვიდეს, ვენსი რომ მოვიდეს, ვიღაცა რომ მოვიდეს და მე საერთოდ რომ შესაძლოა ჩვენ თავს უნდა მივხედოთ. იყოს ეს ნატო, იყოს ეს ყველაფერი გავაგზავნოთ, მაგრამ ამიტომ ევროკავშირი იწყებს თავისი თავდაცვის მექანიზმის შექმნას. ეხლა კანადა რა შეეხება? კანადის პრობლემა ისაა, რომ კანადა არ არის ევროპის წევრი. ანუ ეხლა იმაზე იყო საუბარი, გიორგის ემახსოვრება, რომ ევროკავშირში შევიდეს რაღაცნაირად თუ კანადაო, ხო? საუბრობენ ის, იმიტომ რომ კანადას უნდა რომ ევროპას მიებას. იმიტომ რომ აშკარა რომ ევროპასთან ერთად გამსხვილდეს, რომ გეოპოლიტიკურ სუბიექტად ჩამოყალიბდნენ, რომ ისეთ სუპერძალებს, როგორც არის შეერთებული შტატები, რომელიც მის მეგობარია, მაგრამ განსხვავებული ძალის მქონე და ჩინეთი, არ ქონდეთ მათი ბედით მანიპულირების საშუალება, ეს არის ხო ალბათ ამ კონტექსტის თავი. მეგობრობაში არ გვაუწეს რომ ერთ-ერთი პირველი მეორე ვადაზე მოსვლის შემდეგ ტრამპ არას დაანონსა იყო კანადის შემოერთების სურვილი. მისი სუვერენიტეტის ხელყოფისა და 51 შტატად ჩარიცხვის ამერიკის შეერთება. ხო, არ დაგვაუწყეს ეს ხო? ახლაც იმეორებს. იგივე გრენლანდიასთან და ევროკავშირთან. ხო, რა გრენლანდია შორსა და კანადა საზღვარზე ყავს კაცო. ანუ ვაშინგტონის შტატი ძალიან მაგარია. ამიტომ კანადელები არიან სუპერაქტიურები, იმიტომ რომ ცდილობენ რომ ახალი ალიანსის ერთ-ერთი მთავარი ძალა. ესეთი ალიანსი მალე ვერ შეიქმნება სამწუხაროდ დასავლეთი არის ნელი, მაგრამ ეხლა უფრო დაჩქარებულია პროცესი. დაჩქარებული არა იმიტომ რომ რაღაც სუპერძალა გამოიჩინა ვიღაცამ საჭიროება მოიტანა ეს. ზოგადად დასავლეთი ძალიან კარგად მუშაობს, როცა მას ესჭირდება, როცა ომებშია, კონფლიქტებში უცებ გამოიღვიძებს ხოლმე, შვიდობის დროს ცოტა უფრო ლიტარგიულ რეჟიმში არიან და ეს ჩვენ უყურებდით, ხო? შესაძლოა ტრამპის რამე პლუსი თუ შეიძლება ქონდეს ტრამპს, ეს არის ის რომ მან გამოაღვიძა ევროპა, მან აიძულა ევროპას გამოღვიძება. და ეხლა ეს ევროპა არის გამოღვიძებული. ეხლა რა ხდება აქედან რომ დავფოკუსირდეთ საქართველოს? ჩვენს ვამბობთ დასავლეთი გეორგი და დასავლეთი ხო არ არის გეოგრაფიული ტერმინი. ავსტრალია საერთოდ არ არის დასავლეთი და არც იაპონია, რომელიც დასავლური ამერიკის ალიანსის წევრია, ხო ვირა. დასავლეთი არის ფასეულობათა და უფრო მეც ვიტყვი. დასავლეთი არის ცივილიზაციური ტერმინი. ძალიან პრაგმატულად ჩვენთვის რო გავიმარტივოთ საქმე, ასე ვთქვა, დასავლეთი არის ის ტერმინი, სადაც ხალხი ღირსეულად და კარგად ცხოვრობს. ჩვენ თუ გვინდა შევადაროთ კანადაში ცხოვრება ჯობია თუ ინდოეთში თუ რუსეთში თუ ნიგერიაში, ხო, არ ედრება ეს ციფრები, იმიტომ რომ ბოლო ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ყველანი კანადაში იმიგრაციას ცდილობენ და არა პირიქით. ხო, მე ვხედავ ხოლმე რომ თქვენი კოლეგები იმედის ტელევიზიიდან ცდილობენ ახლა როგორ ინგრევა გერმანია და დანიაში როგორ ხალხს ჭამენ და რაღაცები, ნუ ყველაფერს თავი დავანებოთ 4-ჯერ მეტი აქვს შემოსავალი მინიმუმ და 10 წლით მეტ ცხოვრობენ იქ საშუალოდ ხალხი. აი, ძალიან უხეშად რომ წარმოგიდგენთ რამ ხელა განსხვავება ცხოვრების საუკუნეობრივი ისა გვაქვს ჩვენ და გერმანიას, რაც საფრანგეთთან კიდევ უფრო მაღალია რა ცხოვრების ხანგრძლივობა. მაგრამ ჩვენ ახლა რა პრობლემა გვაქვს? ჩვენ მქონდა სურვილი და არ მქონდა შესაძლებლობები.
ეს სურვილი არავის შეეშალოს, შემოიტანა ქართულ პოლიტიკაში ბატონმა ედუარდ შევარდნაძე. შემოიტანა არა იმიტომ რომ ძალიან უნდოდა ესეც ვაღიაროთ, არამედ რომ მიხვდა რომ დასავლური ცივილიზაციამ გაიმარჯვა კონფლიქტში და ჩვენი ადგილი იქ არის. კი, და რაციონალურადაც მიხვდა რომ ძალიან რაციონალურად. მზე ჩtildeოეთიდან კი არა მოდის, შემთხვევაში თუნდაც აღმოსავლეთიდან, არამედ დასავლეთიდან ამოდის. და ძალიან ცივილიზაციის მზე იქიდან ანას. ძალიან მაშინ კარგად გამოიყენა იმ საშინელი ტრაგედიის 11 სექტემბრის შედეგები, როდესაც ჩვენ გავხდით ძალიან აქტიურმა. ამაში შევარდნაძე მითამაშა ბრწყინვალედ. და მე ეს კურსი ძალიან კარგად გაგრძელდა. შესწავლებით და ასე თუ ისე, მაგრამ არავის ეჭვა არ ეპარებოდა საქართველოს სად უნდოდა. პრობლემა იყო რომ ვერ ვაკეთებდით რაღაცებს, იმიტომ რომ ახლები ვიყავით, კარგად არ გვიცნობდნენ, შესწავლებს უშვებდით, რა თქმა უნდა. გეოგრაფია ჩვებოდა თავისას. გეოგრაფია ჩვებოდა, ხა ბოლომდე დემოკრატიულიც არ ვიყავით, ხა არა, ძალიან სერიოზული ძალისხმევა დაჭირდა იმას, რომ სამხრეთ კავკასიური და ზოგადად კავკასიური და პოსტსაბჭოთა გაეცნო ყველას. ჩვენ ამოვწეულიყავით და აღმოსავლეთ ევროპის კონტექსში ეს უკვე ეს მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაც ობიექტურად და მოდერნიზაციის იმ ტემპის და შედეგების, რომელიც თვალსაჩინო გახდა იმავე დასავლეთისთვის. მათ ენაზე დავიწყეთ საუბარი, მათთვის გასაგები რეფორმული სულისკვეთება იყო, ხო, რომელიც მათთვისაც მისაბაძია. კი, ყველაზე გასაგები ამერიკული პოლიტიკა საქართველოში კარგად გახსოვს, მაშინ შენ წახვედი ზუსტად მაგ პერიოდში პოლიტიკაში 2005-2008 წლებში იყო, როდესაც ამერიკამ გადაწყვიტა საქართველოსგან დემოკრატიული მოდელი შეექმნა ამ რეგიონში. ყველაზე გასაგები, მაგრამ რახან სააკაშვილმა ჩვენ მე იდეაში წავედი 2002 შემდეგ, ზუსტად იმის გამო, რომ ამ ნაწილში გადახვევები მოხდა. არ დაგვავიწყდეს რომ მაგრამ ხელა შეცდომა იქნება ხა ავტორიტარული მოდერნიზაციის ელემენტები გაჩნდა, ხო? თუმცა დღევანდელ სიტუაციასთან შედარება არ არის ამ ხრივ კონტექსტუალურად საერთოდ. მაგრამ შვეიცარიის მოდელიდან სინგაპურის მოდელზე გადავედით უცებდა TV image-ში შევარდნა იყო ამერიკელებისთვის კაფეო სიგნალი რომ არ გაამართლა ამ პროექტმა და დაიხურა იქ პროექტი. მე უკვე გავხდით პარტნიორები, კარგი პარტნიორები, მაგრამ მათი ფავორიტები, როგორც ვიყავით 2006 და 7 წლებში, აღარ ვიყავთ. შესაბამისად, დღეს რა ხდება? დღეს რამდენიც უცნაური არ უნდა იყოს, გახდა შესაძლებლობები, გაჩნდა. ეს არ გაჩნდა რომ ჩვენი დამსახურებით, ან დასავლეთის სურვილით. ეს გააჩინა უკრაინის წინააღმდეგობის ხარისხმა და რუსეთის სისულელე, ხო. ევროკავშირში ვინ იფიქრებდა კანდიდატობაზე და არ დაგვავიწყდეს სულ რამოდენიმე წლის წინ ეს ახლა დახურული ინფორმაცია აღარ არის, პირდაპირ გვთავაზობდნენ ბალტიელები, რომ დაჩქარებულ წესზე დაესვათ საქართველოს იმასე რა ქვია ნატოს წევრობაზე. ყველაფერზე ვარ ვთქვი ჩვენ. ანუ სიტუაცია შემოტრიალდა, ეხლა გაჩნდა შესაძლებლობა და აღარ გვაქვს სურვილი. ესე ჩანს. ესე რამდენიც არ უნდა ისაუბრონ ქართული ოცნების წევრებმა, რომ საქართველოს არის და მიექანება ევროპისკენ, საუბრით არ ფასდება. ფასდება მოქმედებებით. მოქმედებები არის იმაში, რომ სულ სხვა მიმართულებით გადაუხვია საქართველოს. მოდი გიორგისაც მინდა რომ დაუსვა შეკითხვა. გამოდივარ კვლავ ჩვენ საუბრის კონტექსტიდან, მართლაც ამ ცვლადი გეომეტრიის ეპოქაში, როდესაც არა იმდენად ალტერნატიული, არამედ პარალელური ალიანსების საჭიროებაც და შესაძლებლობაც ჩნდება, ხო? აი მაგალითად ნატოში მიღების კონსენსუსი გართულებული არის აშკარად. ამიტომ უკრაინა ტოვებს ამ საკითხს ღიას, მაგრამ ამავე დროს აქტიურად მუშაობს პერსპექტივაში იმაზე, რომ ბრიტანეთთან, პოლონეთთან ერთად მნიშვნელოვანი სამხედრო პოლიტიკური ალიანსი ჩამოყალიბდეს, მათ შორის გერმანიის აქტიური მონაწილეობითაც, ხო? არაფორმალურ დონეზე, შეგვიძლია პრაქტიკულ დონეზე ეს ალიანსები სახეზეა ფინანსური თანამშრომლობის, სამხედრო ინდუსტრიის იქნება ეს თუ პოლიტიკური თანამშრომლობის კვალობაზეც. აი, საქართველოსთვის ეს უფრო მეტად შანსია თუ საერთოდ დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული შესაძლებლობა, თუ კი მხოლოდ ნატო იქნება ამ ხრივ ორიენტირებული. მიესალმები ტელემოყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. საქართველოსდან დავიწყებ, თუმცა სხვა რაღაცებზეც მინდა რაღაცის თქვა. საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაში მთავარი პრობლემა არ არის გეოპოლიტიკა. დღევანდელ მდგომარეობაში საქართველოს პრობლემა არის არალეგიტიმური ხელისუფლება. ანუ საქართველოს დღეს რო ყავდეს ან ასეთი, ან ისეთი დემოკრატიულად არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება, საქართველოს იპოვიდა ძალიან კარგ გამოსავალს ბევრი მიმართულებით. პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დღეს საქართველოს მართავს ადამიანი და მისი რაღაც გარემოცვა, რომელიც არ არის აღიარებული არც ქვეყნის შიგნით მოსახლეობის უმეტესობის მხრიდან და არც ქვეყნის გარეთ მას არ უყურებენ როგორც ლეგიტიმურ მმართველს.
ეს რომ სხვანაირად იყოს, საქართველოს ეკნებოდა შანსი, რომ აი ნოდარმა თქვა და მეც ვადასტურებ ამას, რომ საქართველოს ქონდა, რომ წესიერი ხელისუფლება რო ყოფილიყო საქართველოს რაღაც 2 წლის, 3 წლის წინ, როდესაც ნატო გაფართოვდა და მიიღო ფინეთი და შვედეთი, მაშინ იყო სივრცე საქართველოსთვისაც მათ შორის. თუკი საქართველოს მხრიდან იქნებოდა ინიციატივა და მონდომება, რომ აი ამ სივრცეში მოხვედრილიყო, მას ჰქონდა ეს შანსი და ეხლა დღეს რო არის ლაპარაკები, რომ რაღაც ომში გვითრევდნენ და ვიღაცა ჩამოვიდა და გველაპარაკა რაღაც სისულელეები, სინამდვილეში ამაზე იყო ლაპარაკი. და მეორე მხარე არის იგივე ევროკავშირის გაფართოება, სულ რამდენიმე დღის წინ უკრაინამ და მოლდოვამ გახსნეს მე-6 კლასტერი მოლაპარაკებების. საქართველოს დღეს ძალიან მარტივად ჰქონდა შანსი, რომ ან მათ შორის ყოფილიყო და აქამდე უკვე თავები გაეხსნა და მე-6 კლასტერი იქნებოდა თუ სხვა, ან კიდე საერთოდ უფრო წინ ყოფილიყო, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ჰქონდა ამის საშუალება, იყო რომ ლიდერი იყო ამ ტრიოში. ხო, ანუ ეს გავაჩეროთ აქ ერთ წუთით. ეს არის მომენტი ფაზა, რომელშიც ვართ. ეხლა ცოტა წინ გავიხედოთ. წინ გახედვაში გულისხმობ იმას, რომ მოხდა ცვლილებები, მივახციეთ იმას, რომ ქვეყანას ხავს ლეგიტიმური ხელისუფლება, კაფეოდ განსაზღვრული, მათ შორის კონსტიტუციურად ერთგული დასავლური ვექტორით, მაგრამ უკვე გართულებული არის მაგალითისათვის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა. შეიძლება. ეს ერთი მეორეს ხელს უშლის თუ არა, როგორ ჩვენ რატომ გვინდა ნატოში, ნატოს წევრები რო ვიყოთ, ხო? იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ძლიერი სამხედრო პოლიტიკური ალიანსი გაერთიანება, რომლის წევრის დაცულობის ხარისხი არის დედამიწაზე ყველაზე მაღალი. ანუ ნატოს წევრი თუ ხარ, იცი რომ ხარ გარანტირებულად დაცული. თუნდაც რუსეთის მეზობელი იყო, ამის მაგალითი არის აგერ ფინეთი, ხო, მაგალითად. და ამავე დროს ეს არის იმ ქვეყნების გაერთიანება ძირითადად უმეტესად, აბსოლუტურად უმეტესად, ხო, რომლებს ღირებულებითად დემოკრატიული პრინციპების ერთგული სახელმწიფოები არიან. ხო, ანუ ამ მხრივ შენი ინტეგრაცია ავტომატურად იწვევს შენი სახელმწიფო მართლობითი სისტემის გაჯანსაღებას, შენი მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებასაც. და შესაბამისად ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას, იმიტომ რომ დაცულ ტერიტორიაზე სივრცეში დასავლური იქნება თუ სხვა ბიზნესი, შემოდის უფრო მეტი ენთუზიაზმით, შენ უფრო მეტად მდიდრდები. ქვეყანას უფრო მეტი ფასი ეძლევა და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი თავს უფრო კარგად გრძნობს. თუ ამ შედეგს ვერ ვაღწევ და იგივე შედეგის მიღწევა შემიძლია ასეთივე მძლავრი კოალიციებით, იქ უნდა იფიქროს თუ არა ქვეყნის შემდეგმა ხელისუფლებამ ნატოსაკენ სწრაფვის პარალელურად ამ ტიპის ახალი ტიპის ალიანსების ფორმირებაშიც მიიღოს მონაწილეობა. ხო, ძალიან საინტერესო შეკითხვა. მე მაინც გონია, რომ ეს არ გამორიცხავს. ეს ორი რა. აი თურქეთ-აზერბაიჯანის ხო, აი რეგიონალურ დონეზე ჩვენ გვაქვს უკვე ამის მაგალითები, ჩვენ არ ვლაპარაკობთ რაღაც ჰიპოთეტიურ მომავალზე. ჩვენსავე რეგიონში ამის მაგალითი გვაქვს, ხო? კი. და ვხედავთ სულად განათელ კონტურებს, მაგალითად აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე და არა მარტო უკრაინის გარშემო ასეთი ტიპის სამხედრო პოლიტიკური ბლოკების ფორმირების. დავიწყოთ იქიდან, რომ აი საუბარი, როდესაც დაიწყეთ იმაზე, ანუ ალექსანდრ შტუბის, იგივე მარკ კარნის იდეაზე, რომ ევროპა უნდა გაძლიერდეს და ანუ ახალი, ასე ვთქვათ, ძალაუფლების ძალის ცენტრი გაჩნდეს. ეს მაინც მე მგონია, რომ არც ნატოს სამიტთან არის დიდად კავშირში და არც სხვა რამაზე. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალ სტრატეგიასთან რეაგირება სინამდვილეში რა და მართლაც არის ასე რომ რა თქმა უნდა არსებობს ევროკავშირი, არსებობს ნატო, მაგრამ ამის მიღმა არსებობენ სახელმწიფოები, რომელთა ერთიანობაც შესაძლებელია უკრაინაზე აქ ლაპარაკი იგივე რაღაცა შვეიცარიაზე, კიდე სხვა ქვეყნებზე, ან ევროკავშირის მიღმა თურქეთზე, ან ნორვეგიაზე, ან გაერთიანებულ სამეფოზე, რომელიც საბოლოო ჯამში ამ ქვეყნების ერთად ყოფნა საერთო ამოცანის გარშემო გაერთიანება, სამხედრო იქნება ეკონომიკური თუ და ასე შემდეგ, ევროპას აქცევს
ну ერთ-ერთ ალტერნატიულ ძარად იქნება დასავლეთი ნახევარსფერო შეერთებული შტატების, როგორც თავად იგივე ეს უსაფრთხოების სტრატეგია ამბობს, იქნება ევროპა და იქნება ჩინეთი და სავარაუდოდ რუსეთი რა ფორმითაც დარჩება უკრაინის ომის შემდეგ, ხო? აქ მნიშვნელოვანია, რომ აქ ვიღაცებს გონიათ, რომ რაღაც პატარა სახელმწიფოებს შეუძლიათ, რომ აი ამ რაღაცა სივრცეში იცურავონ დამოუკიდებელი ცურვით. სინამდვილეში ასე არ არის რა. ანუ მთავარი არის, რომ შენი ღუზა რომელ ნახევარსფეროში ან რომელ ძალაუფლების ცენტრში ეშვება. ანუ საქართველოს ეხა რეალურად დიდი არჩევანი არ აქვს. დასავლეთ ნახევარსფეროში საქართველოს ვერ მოხდება თუ კი დემოკრატიული სამყარო გაიყო. ხო, ანუ კოლექტიური დასავლეთი თუ ასეთი დაიშალა, რაც შესაძლებელია, ხო? დარჩება რა, ანუ გაერთიანებული ევროპა, ნატოსა და ევროკავშირის რაღაცა ერთგვარი ჰიბრიდი და ჩინეთის და რაც დარჩება რუსეთისგან იმის რაღაც სივრცე. ანუ შენ ღუზას სადაც ჩაუშვებ, საბოლოო ჯამში ჯაჭვი რაც ეკნება ამ ღუზას გამომული, რა დისტანციაზეც გექნება ეს ღუზა, აი დაახლოებით იქ იმოძრავებ რა. ხო და ახლა თუ ვინმეს გონია რომ საქართველოს აზრი რუსეთს თუ მიებმება ღუზით, რასაც დღეს საქართველოს დღევანდელი de facto ხელისუფლება აკეთებს, რაღაცა ფორმით შემდეგ უკვე დასავლეთთან რამე სერიოზული ეკნება, ვერ ეკნება. აქედან გამომდინარე, დრო დაუბრუნდეთ იმას კითხვა, საიდანაც დაიწყო, რომ ნატოს მიღმა რაღაც პერსპექტივა არსებობს თუ არა, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ მე ვიტყოდი კიდევ უფრო მეც. ნატოს პერსპექტივა არსებობს მიუხედავად იმისა, რომ არის საქართველოსთვის. კი, საქართველოსთვის. შეიძლება უკრაინისთვის უფრო რთული იყოს ეს პერსპექტივა, ვიდრე საქართველოსთვის იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლებას ეკნება ამის სურვილი და ამბიცია. უყურე, სანამ უკრაინა არის ომში, მისთვის ნატოს წევრობა გასაგებია რომ რთულია, მაგრამ ზუსტად აი ამ კონტექსტში საქართველოსთვის ნატოს წევრობა, როდესაც რუსეთი დაკავებულია იმით, რომ მოსკოვი არ დაბომბონ, საქართველოსთვის ნატოს წევრობა გაცილებით უფრო მარტივია, ოღონდ საქართველოს სხვა პრობლემა აქვს. საქართველოს ყავს ხელისუფლება დღეს, რომელსაც არ სურს ნატოს წევრობა და ამაში არის პრობლემა. აი და მინდა მოვასწრო და ჩვენი საუბრის მეორე ნაწილი მიუძღვნათ იმაზე, რითაც დაიწყეს საუბარი. გიორგი, თქვენ დაიწყეთ საუბარი არალეგიტიმურობის პრობლემაზე, რაც არის ერთ-ერთი მთავარი შემოფერხებელი გარემოება იმისთვის, რომ ძალიან ახლოს მყოფ პერსპექტივაზე ფაქტობრივად უარის თქმა გვიწევს. იძულებით გვათქმევინებენ, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი სხვადასხვა მოტივაციებით, სხვათა შორის, მაგრამ სურვილის ნაწილში, რომ ნატოს და ევროკავშირის წევრები გავხდეთ, ზოგიერთისთვის ამას ძალიან რაციონალური და ესეთ მიწიერი დავარქვათ ამას მოტივაცია აქვს, ზოგიერთი შემთხვევაში პლუს ამისა ღირებულებითი კომპონენტი არის წამყვანი ადამიანის უფლებები, ზოგადად თავისუფლებები, კულტურული იდენტობის იდეა და ასე შემდეგ, მაგრამ უმრავლესობა ამ ქვეყნის მოსახლეობის კარგად ხვდება და მას უნდა რომ იყოს ყველაზე დაცული კოალიციის ნატოს წევრი ქვეყანა და ყველაზე კეთილდღეობისა და თავისუფლების ხარისხის და განათლების და ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი გაერთიანების წევრი ევროკავშირის. მაგრამ ლეგიტიმაციის პრობლემა და გასული კვირის ამბები შევიმჩნიოთ ახლა, ხო? ერთი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც ფოტოზე აღმოჩნდა რუბიოს გვერდით და ეს არის ალბათ ბოლო თვეების ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ქართული ოცნებისთვის, ეს პროპაგანდისტული არხების პრიორიტეტულ ასე ვთქვათ გაშუქების ელემენტებში ძალიან კარგად ჩანს. სამიძე, რომელიც ეძღვნებოდა მემარცხენე ექსტრემიზმს და ტერორიზმს და მეორე, რაც უკავშირდება ტრამპის sapasukho წერილს შეერთებული შტატების 250 წლის დავის მილოცვაზე. ორივეს გაქვთ როგორც დიპლომატიური, ასევე სხვა ტიპის გამოცდილებები და გვინდა ეს ეს მიღწევები შევაფასოთ, უნდა თქვენი დავიწყოთ. მადლობა. რა უნდა გვიხაროდეს? რაფე. წერილი არ არის ერთიც. ეს არის საფოსტო ბარათი, რომელიც გამოგვიგზავნა ტრამპმა, ხელმოწერილიც კი არ არის და ეს არის სტანდარტული ქვეყანა, რო ჩაწერო ეკვადორი, ნიგერია, რა ვიცი მე, პაპუა ახალი გვინეა, ნებისმიერ ქვეყანაზე წავა. არაფერი პერსონალური არ წერია შიგნით საქართველოს. ჩვენ თუ ავიღებ წინა წლების საპასუხო წერილებს და წერილებს, ხო, ისინი იყო მასში წერილები, როდესაც ესეთი ცელი
ანუ არის სამი ფორმის ხო საუბრობდით ჩვენ იმაში. პირველი არის პერსონალური, რომელსაც მიიღებდა ბრიტანეთი, მიიღებდა იაპონია, მიიღებდა ტრამპის მოკავშირე ქვეყნები, სადაც პერსონალურ მადლობას უხდის და პიროვნულ ურთიერთობებს არის მე თანამშრომლობითი წერილებები, როგორცაც საქართველოს ღებულობდა ხოლმე, როდესაც აი საქართველოსთან ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა და მესამე იყო ეს შაბლონური აბსოლუტურად ფორმა გამოცლილი რაღაცა მადლობა, რომ ძილობიანობის დაფიქსირება ეს მივიღეთ ჩვენ. და ამაზე ატეხილი ერთი ამბავი სტროგორ არის რაღაც პოლიტიკური დუალისტური იდიოტიზმი ჭერთ რა რო შეხედო. ერთის მხრივ უხარიათ რომ რუბიოს გვერდით გამოჩნდებიან, უხარიათ საფოსტო ბარათის მიღება ამერიკიდან და მეორეს მხრივ გამოდიან და ეძახიან ტრამპს და ტრამპის ადმინისტრაციას, deep states, მარიონეტებს და იმას რა ქვია, გლობალური ომის პარტიის, ანუ ვერ ჩამოყალიბდნენ, თან ლანძღავენ, თანაბობენ ომში გვითრევენ, თანაბობენ უიმერაკაია წერილი გამოგვიგზავნა. ანუ ჩამოყალიბდნენ ახლა ბატონი ზაზა შათირიშვილია მართალი, რომელიც ძალიან გამეტებით ამტკიცებს ბოლო 5 თვეა, რომ პრეზიდენტ ტრამპი არის deep state-ის აგენტი და არაფერში არ უნდა ვენდოთ მას, არა ერთავის გამოსვლაში. თუ ტელეიმედი და ბატონი შალვა პაპუაშვილი, რომელიც ამბობს, ეს ძალიან დიდი გარღვევა იყო საფოსტო ბარათი რომ მივიღეთ ამერიკიდან იმის მილოცვის მადლობას. რომელი არის აქ წონენ ყველა დიდი თქვენს ედიტორიალში ბატონო გიორგი ძალიან კარგად იყო ნაჩვენები ის მთავარი პრობლემა რო ჩუქოს ეს არასანდოობა და არაპროგნოზირებადობა. კარგები და ცუდები სოფლიოში ბევრი არის. და ისინი სუბიექტურია, დღევანდელი კარგი შეიძლება ცუდი გახდეს და პირიქით, ეგრეც ხდება ხოლმე. როცა იციან რომ შენ ხარ რაციონალური, ხო? შენთან ურთიერთობა შესაძლებელი. არ არის მაგალითად იგივე საუდის არაბეთი დემოკრატიული სახელმწიფო. მეტიც კი ბევრი ძალიან ამერიკელებისთვის მიუღებელი პრინციპი. მაგრამ რაციონალურად თანამშრომლობენ საუდის არაბეთთან ამერიკის შეერთებულ. ეს მაგალითი არის ბევრი. საუდებს თავის ნავთობი და ის აქვთ სხვა, მაგრამ ბევრი არის. ამათ უნდათ იყვნენ როგორც აზერბაიჯანი, რაც მე გავიგე ხამაც, საგან რომ აი ალიევთან ხოთა. აზერბაიჯანი არის რაციონალურად განვითარებაზე, ავტორიტარო, მაგრამ განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფო. ჩვენ განვითარება არ გვაქვს, რაციონალიზაცია არ გვაქვს. სრული ქაოსია, ხო? ხვალ ეხა მაგალითად ყობახიძე რომ მოხსნან და გამოუშვა ღარიბაშვილი ციხიდან დანიშნო ისო პრემიერ-მინისტრად, არ უნდა გაგვიგვერდეს. რომ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ლეგიტიმაციის არ ქონასთან, ლეგიტიმაციის შეძენას რა უშლის ხელს. აღიარებდნენ ხო 3 წელი დაიწყო უკვე, ხო მალე ეხლა დაიწყება და ნუ იტყოდნენ რომ აი არიან. აი ეს რაღაც პოლიტიკური ჟანგლიორობა, რაღაც სიგიჟეებით, რაღაცეებით რა. ეგ გამოხდება ტრამპის ეძახო, იმას ხო კითხულობს ხაც საელჩო და აგზავნის მე ის გროვდება და მე აი ესეთ მომენტებში ვინ მოგვილოცა აი ამათმა და თქვენ აი ამას მასგან. ეს ყველაფერი ხო იდება მაგიდაზე, ხო? აი, მთავარი პრობლემა ზუსტად ეს არის, რომ ქართულ მოცნებამ სახე დაკარგა იმ წარმოსახვით, რომ მასთან ხელი ჩამორთმევა არა მარტო სახიფათო გახდა, ვერ გაიგებს, სასაცილო. ანუ, შენ ყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც გამოძდა ევროკავშირს, ეძახის საბჭოთა კავშირს. ეს არაერთხელ გაუკეთებია ბატონო. კიდე ნუ და გიორგისაც მინდა მივცე საშუალება, შენ ყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ევროკავშირს ეძახის საბჭოთა კავშირს და ქვეყანა, რომელიც ნამდვილად არის იმ საბჭოთა კავშირის, მაგრამ ბოროტი და ცუდი კარიკატურა დღევანდელი რუსეთის სახით. ეგ აქებს მაყურებელს. ზახაროვა გამოდის და აქებს ამ პაპუაშვილს და ამათ პოლიტიკას ამით გავაგზავნოთ გიორგი და საუბარი დავასრულოთ. კეთილი, ანუ ხო, ნუ ახლა ზახაროვას ქება უკვე მე მგონი ანუ აი წარმოუდგენელი ამბავია რა ქვია ანუ ყობახიძის ადგილას რო ვინმე ჩვენგანი იყოს ნუ აი რა ვქნა თავი მოვიკლათ რა გავაკეთოთ ანუ ზახაროვა გვაქებს რა ამაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს შეიძლება დაგვემართოს ხო აი რა შეიძლება დაგვემართოს მაგრამ ანუ წერილს დაუბრუნდები ნოდარს აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმები მაგრამ კიდევ ერთი კომპონენტია რომ ის რომ ეს წერილი აღმოჩნდა ყობახიძის სამსახურში მხოლოდ ერთ რაღაცას აჩვენებს, რომ პრეზიდენტ ტრამპის და ზოგადად თეთრი სახლის პროტოკოლის სამსახური მუშაობს ნორმალურად. ეს არის სინამდვილეში რაც მოხდა. ანუ 175-მა დაახლოებით უხეშად სახელმწიფომ მიიღო სხვადასხვანაირი პასუხი, მადლობის პასუხი იმაზე, რომ მიულოცა ამერიკის შეერთებული შტატების 250 წლის თავი. ეხლა კიდევ სხვადასხვანაირი, მაგრამ ეს რაც მივიღეთ, იყო ყველაზე დაბალი ხარისხის
ხარისხის თავისი არსით ყველაზე პროტოკოლური, ყველაზე მანქანური, მოდი ასე ვთქვა, წერილი და მეორე ამბავი. სპეციალურად ვეძებე გასული 2 დღის განმავლობაში დედამიწის ზურგზე ვინმეს თუ მოუვიდა აზრად, რომ ეს მადლობის წერილი გამოექვეყნებინა გარდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა, de facto ხელისუფლების, ანუ ესეთი ვერ ვიპოვე. ნუ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიიღო ეს მადლობის წერილი, მაგრამ არავის აზრად არ მოსვლია, რომ სადღაც Facebook-ზე თუ სადღაც სხვაგან გამოექვეყნებინა და ეს გამოეყენებინა იმათ, რომ აი რაღაცა ფორმის ურთიერთობა გვაქვს შეერთებულ შტატებთან და ასე შემდეგ. ეხლა შემდეგი ამბავი. რაც შეეხება ქალბატონი ბოჭორიშვილის ვიზიტს, ეს კიდე, ანუ ჩემი აზრით ეს გაცილებით სერიოზული ამბავია, ოღონდ ეს არის შესაძლებლობა, რომელიც მიეცა ქართული ოცნების ასე ვთქვათ ხელისუფლებას ბჭყალებში რომ გამოეყენებინა რაღაცისთვის. რამე შეხვედრა ქონდა? რამეში გამოიყენა თუ არ გამოიყენა? გამოიყენა პროპაგანდისტულად. გამოიყენა პროპაგანდისტულად. შემდეგ გამოიყენა ხელისუფლების პირველი პირები გამოვიდნენ რომ ის ფაქტი, აი მაგრამ დინარაძეს ბრიფინგი ჰქონდა მარტო ამაზე არა, მაგრამ როგორც ჩანს ამის სათქმელი უფრო იყო, რომ ის რომ რუბიოს გვერდზე დგას უკვე ბოჭორიშვილი ეს ბევრს ნიშნავს და პერსპექტივა ურთიერთობების აღდგენის ალაგების ხო მე რას ვიტყოდი რომ თუმცა შეიძლება მემარცხენე ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. სხვა შორის თუ კი ქართული ოცნება ვინმეს ხელოვნურად სწორედ მემარცხენე იდეების მატარებელ მოექსტრემისტულ ტიპებს იყენებს, არის სწორედ ქართული ოცნება საქართველოში. მათ შორის ამერიკული იდეებისა და იდეალებისა და დასავლური იდეალების წინააღმდეგ გვარებით, ახლა არ არის ამის დროს დეტალურად და ჩამოყვანილი ერთ-ერთი აბსოლუტურად ხო. ჯეფრი საქსი ხო ალბათ როგორც უცხოელები, მე გულისხმობ მათ შორის ქართველებსაც. კიდევ უფრო შორშეგულიათ წავიდეთ რომ თუ სადმე მემარცხენე ტერორიზმი საქართველოში ამ ტიპის იგეც არ არის ირანში და ასე შემდეგ, სადაც ქართული ოცნება თავისი იმებით ყველა, მაგრამ ანუ თუ შეიძლება დავასრულებ იქ რომ იქ ქალბატონ მაკას მე ვერც ერთი შეხვედრა ვერ ვნახე ასე დაანონსდებოდა რომ ყოფილიყო იქ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, კიდევ ვიღაცები იყვნენ, შეიძლებოდა ცალკე შეხვედროდა. მაგრამ ნუ ეს ამბავი საერთოდ სასაცილოა საბოლოო ჯამში. ბოლოს რაღაც თქმა მინდოდა, მაგრამ დამოუწყდა. მოდი მე ვიტყვი და იმიტომ რომ დრო აღარ აქვს. ხო, დრო რა. ჩვენ რომ მივდიოდით დელეგაციებად, კონფერენციაზე რომ ჩადიოდით, დღეს 7 შეხვედრა ქონდა პარალელურად სხვადასხვა ქვეყნების და მასპინძელ ქვეყნებთან. მაკა ბოჭორიშვილის ჩასვლა იყო ცარიელი. არც კონგრესიდან შეხვედრი არავის, არც სახელმწიფო დეპარტამენტს, არც რუბიოს, არც მის მოადგილეს, არც ეთსაკს, არც პენტაგონს არავის. ეს მიუთითებს აი ყველაზე მაგრა ეგ და ცარიელი საფოსტო ბარათი რომელიც მივიღეთ, აი აქამდეა დღეს დასული დღეს ქართული ოცნება ეს ფაქტების ასე თქო დაფიქსირებაა და მეტი არაფერი. მადლობა მეგობრებს, ნონა ხარშილაძეს, გიორგი რუხაძეს.